საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს ავტოკრატიული სისტემა კი ახშობს დემოკრატიულ ხმებს. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა. 10 მარტს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაფართოების შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია წარადგინა, რის შემდეგაც დეპუტატები სიტყვით გამოვიდნენ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მარტა კოსიც, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველო კი მოიყვანა მაგალითად იმისა თუ რა ხდება, როცა რუსეთი იმარჯვებს. მისი თქმით, ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა უნდათ, რუსული და სხვა ჩარავების დროს მდგრადი უნდა იყვნენ. როგორც ევროკომისარმა თქვა, საქართველოში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროპული მომავლისაგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს. ჩვენი გაფართოების პარტნიორები ჩართულნი არიან ჩვენს დემოკრატიის ფარში და სამოქალაქო საზოგადოების სტრატეგიაში, როგორც წევრი ქვეყნების თანასწორი პარტნიორები. ჩვენ უნდა გადავაფაროთ დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე ჩვენი კონტინენტის მიღმა. გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს დემოკრატიულ გამოხატვას. მათ ახლახან მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს იმ ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი ხალხის უმრავლესობას სურს. ამავე დროს ისინი ატყუებენ თავიანთ ხალხს, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში შეჰყავთ და თითქოს ევროკავშირია ის მხარე, რომელიც მათ უნდა მოერგოს. მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ვინც აფასებს დემოკრატიასა და თავისუფლებას. ჩვენ თქვენზე უარს არ ვამბობთ. საქართველოს საკითხზე ყურადღება გაამახვილა პოლონელმა ევროპარლამენტარმა ქშიშტოფ ბრეიზამ. მან თქვა, რომ ქართველებს კვლავ შეუძლიათ ევროპულ გზაზე დაბრუნება. ევროკავშირი თავისი მოქალაქეებისთვის მეტ ბედნიერებას, უკეთეს გარემოს და მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. განსხვავებით პუტინის მეგობრებისაგან, ჩემთვის გასაკვირის არის, რომ ყველას ევროპაში ცხოვრება სურს და არა რუსეთში გაქცევა. ქართველებს კვლავ შეუძლიათ აერჩიონ თავიანთი პროევროპული გზა. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჩვენ ვხედავთ საით მიყავს ქვეყანას საქართველოს რეჟიმს, თუმცა შეუძლებელია იძულებით ჩაახშო ქართველი ხალხის ნება, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. მაშინ ათქვამია, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული კანონები კანდიდატ ქვეყნებს შორის უპრეცედენტოა. ანგარიშის თანახმად საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან მხოლოდ სახელი დარჩა. დოკუმენტის წარდგენისას ევროკომისარმა მარტა კოსმა თქვა, რომ გაფართოების არც ერთ ანგარიშში მანამდე არ ყოფილა საუბარი ამდენ უკუსვლაზე.